ორგანიზებული კრიმინალი არსებობს სხვადასხვა ფორმით, ხო, უკვე საუკუნეებია, სხვადასხვა კულტურაში სხვადასხვანაირი ფორმა მიიღო, ხო, ზოგან რაღაცა საძმოები იყო, ზოგან მაფია იყო, რაღაცა ოჯახები, ზოგან კარტელები, დღემდე არის ჩვენთან აგერ კანონიერი კურდების ინსტიტუტი და ასე შემდეგ, ხო? ყველას ჰქონდა სხვადასხვა კულტურული ნიუანსი, მაგრამ ერთი საერთო ჰქონდა ყველას რა და დღემდე აქვს, რაც არის. ყველაზე მეტად ტეხავს სახელმწიფოსთან და განსაკუთრებით პოლიციასთან თანამშრომლობა. აი ყველასთვის რა, ეგ არის აი ნომერ პირველი ცოდვა. და სულ მეცინება ხოლმე, იმიტომ რომ კოცებმა მოახერხეს და ეს ორგანიზებული კრიმინალი რა, ახლა კი იმათ როგორ შეიძლება რამე ეგეთი და არ ვქვა, მაგრამ ვინც არიანო, ვითომ ძველი ბიჭები რო არიან, დაიქვემდებარეს რა. ხან არჩევნებზე ამუშავებენ ლამის დამკვირვებლად, ხან რაღაცა კვერცხებს ასრულებენ, ხან ტიტუშკებად იყენებენ და ხან ალბათ კომენტარებსაც აწერინებენ და ბოტებადაც იყენებენ, ხო და როგორ არ უტყდება ამ ხალხს აი მაინტერესებს რა. მთელი ცხოვრება რომ ვიღაცა ბიჭებს დასცინოდნენ, იმიტომ რომ აი იმას აყურე უკეთია და იმას ფერადად დაცვია და რაღაცეები. ეგ ხალხი ასკდება დღეს სისტემას, ხო რეალურად და ისეთ სისტემას, რომელსაც შეუძლია ფეხი დაგაბიჯოს და გაქსრისოს და ესენი კიდე არიან ამ სისტემის ჩმორები. ეგრე ქვია მაგას, ხო, ვინც ხართ?